კარგი საოცალილა, შეხედე ამ სილამაზეს. ეჭვ გარეშეა, ეს ვიდეო ძალიან დაგეხმარება, რადგან ალბათ თუ აქ ხარ, უკვე უამრავი მცდელობა გაქვს მცენარეების გამრავლების სხვადასხვა მეთოდით. ჭერი ყლორც, რგავ, ელოდები და არაფერი გამოდის. როცა ერთხელ მაინც გამოდის, ეს ჩვეულებრივ მარტივი მცენარეებია, რაც აქ ხედავ ამ კატეგორიაში არ შედის. ეს ყლორტები მსხლის, ლიმონის და მაგნოლიისაა. მცენარეები, რომლებიც ძალიან რთულად ფესვიანდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, აქ ისინი სრულად დაფესვიანებულებია. არა იმიტომ, რომ მათ რამე განსაკუთრებული აქვთ, არამედ იმიტომ, რომ გამოყენებულია მეთოდი, რომელიც ნამდვილად მუშაობს. თუ აქამდე მოხვედი და ეძებ რეალურ, ბუნებრივ და ეფექტურ მეთოდს, როგორც მარტივი, ასევე რთული მცენარეებისთვის, სწორ ადგილას ხარ. ახლა დავიწყოთ მასალებით. წინასწარ გეტყვი, რომ ბევრი რამ არ დაგჭირდება. პირველ რიგში, პლასტმასის ვეტრო. ზომას მნიშვნელობა არ აქვს. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენი ყლორტის დაფესვიანება გინდა. ასევე დაგჭირდება ქვიშა. შეიძლება იყოს სილიციუმის ქვიშა, ზღვის ქვიშა ან თუნდაც სამშენებლო ქვიშა, რაც ხელთ გაქვს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვიშა კარგად გარეცხილი და ჰიგიენურად სუფთა იყოს. გარდა ამისა, დაგჭირდება ბამბა, დაფქული დარიჩინი, ალოევერას ფოთოლი, ჟანგბადიანი წყალი, შესასხურებელი ბოთლი, ფხელი, სუფთა და ნახევრად გამჭვირვალე ნაჭერი, ასევე 2 ჩაის კოვზი ვერცხლის ფოთოლა, რომელსაც მოგვიანებით გამოვიყენებთ იმ წყლის მოსამზადებლად, რომლითაც მორწყვას ვაპირებთ. ვერცხლის ფოთოლას ფოთლები თუ არის ისად იპოვო არ ინერვიულო, რადგან აღწერაში ქვედა ნაწილში დაგიტოვებ ინფორმაციას თუ სად შეგიძლია მათი შეძენა, თუმცა როგორც წესი ეს ნებისმიერ ბალახების მაღაზიაში იშოვება. ახლა გადავიდეთ ქვიშაზე. ჩემს შემთხვევაში დაახლოებით 5 კილოგრამ ქვიშას გამოვიყენებ, მაგრამ ეს შეგიძლია მოარგო იმ ჭურჭლის ზომას, რომელსაც გამოიყენებ. მისი გარეცვა ძალიან მარტივია. იღებ ქვიშას, ათავსებ ვედროში, ასხამ წყალს, ურევ და რამდენჯერმე უცვლი წყალს მანამ, სანამ წყალი სრულიად სუფთა არ გახდება. როცა უკვე სუფთა იქნება, ახლა უნდა დავამუშავოთ დეზინფექციისთვის. კვლავ ვამატებთ წყალს და 1 ჩაის კოვს წყალბადი ზეჟანგს, კარგად ურევთ და ვტოვებთ რამდენიმე საათით, რომ იმოქმედოს. ამ დროის გასვლის შემდეგ ვაშორებთ წყალს და ვფენთ ქვიშას სუფთა ზედაპირზე, მაგალითად ახალ პლასტიკზე და ვტოვებთ მზეზე, რომ ბოლომდე გაშრეს და დეზინფიცირდეს. ახლა გადავდივართ ვედრუზე. ვაპირებთ გავუკეთოთ ნახრეთი დაახლოებით 3 სანტიმეტრით ფსკერიდან ზემოთ. ზუსტი ზომა აუცილებელი არ არის. ეს ნახრეთი იქნება ჩვენი წყლის დონე. დებთ ბამბის პატარა ნაჭერს ნახრეთზე, რომ წყალი დაიწუროს, მაგრამ ქვიშა არ გაიქცეს. ამის შემდეგ მთელ ქვიშას ვედრებში. იდეა ისაა, რომ ქვედა ნაწილში გქონდეს დაახლოებით 3 სანტიმეტრი წყალი და ზემოდან 3-4 სანტიმეტრი ქვიშა. ამის წყალობით წყალი კაპილარული გზით ზემოთ ადის და ყოველთვის ინარჩუნებს იდეალურ ტენიანობას. ახლა კი გადავდივართ ნერგებზე. ვჭრით მსხლის, ლიმონის და მაგნოლიის ნერგებს. სწორად ვასუფთავებთ, ვაცლით ზედმეტ ფოთლებს და ვამზადებთ დასარგავად. ახლა ვიღებთ ალოე ვერას ფოთოლს და რბილობით კარგად უსვამთ ყველა ჭრილობას. ალოე ატენიანებს ჭრილობას, აძლევს ფიტოჰორმონებს და იცავს პირველ დღეებში. ამის შემდეგ ყველა ჭრილობაზე ვაყრით დაფქულ დარიჩინს. დარიჩინი ბუნებრივი ანტიფუნგალური საშუალებაა და თავიდან აგვაცილებს სოკოსა და ლპობის პრობლემებს. ახლა ნერგებს ვათავსებთ ქვიშაში დაახლოებით 3 სანტიმეტრის სიღრმეზე. ზომა საჭირო არ არის. მთავარია მყარად და კარგად იყოს დაფიქსირებული. ახლა კი მოდის მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან სწორედ აქ იწყებს ბევრი სისტემა ჩავარდნას. ახლა ბუნებრივ სოკოსაწინააღმდეგო საშუალებას მოამზადებთ. 1 ლიტრ წყალში ვამატებთ 1 მწიკუ დარიჩინს. კარგად ვურავთ და შემდეგ ნარევს ვფილტრავთ ყავის ფილტრით ან თხელი ტილოთი. კარგად ვაშხებებთ ნერგებს და მთელ გარემოს. ეს ნაბიჯი შეიძლება უნიშნელოდ ჩანდეს, მაგრამ სწორედ ის ამზადებს ნიადაგს ყველაფრისთვის, რაც შემდეგ მოხდება. ახლა მორწყვისთვის წყალს მოვამზადებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში პროცესი ცოტა განსხვავებულია. აქ მე ელექტროჩაიდანს ვიყენებ წყლის დასადუღებლად, მაგრამ ეს ჩვეულებრივად შეგიძლიათ გააკეთოთ ქვაბში ცეცხლზე, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. რომელი საშუალებითაც გააკეთებთ, მნიშვნელობა არ აქვს. პირველ რიგში ვადუღებთ 1 ლიტრ წყალს. ამ 1 ლიტრ წყალს ვადუღებთ ბოლომდე. როგორც კი წყალი ადუღდება, ვასხამთ მინის ჭურჭელში ან დოგში და იქ ვამატებთ 2 სუფრის კოვზი იელის ფოთოლს. ახლა კი უნდა დაველოდოთ. ვტოვებს დასასვენებლად, სანამ წყალი არ გახდება თბილი ან ცივი. როცა უკვე თბილი ან ცივია, მთლიანად ვასხამთ დოგში.
წინასწარ გავატარებთ საცერში, რომ ფოთლები გამოვაცალკეოთ. ახლა კი, როცა უკვე გავწურეთ, ვამატებთ 1 ჩაის კოვს 10 მოცულობის ან 3%-ის კონცენტრაციის ჟანგბადიან წყალს, ზუსტად იმავე, რაც აფთიაქის ყუთში გვაქვს. კარგად ვურევთ და წყალი უკვე მზადაა. ახლა პირდაპირ ვწყავთ მთელი კუბის ფართობს. სანან არ დავინახავთ, რომ წყალი იწყებს გამოსვლას იმ პატარა ხვრელიდან, რომელიც ადრე გავაკეთეთ. იმ მომენტში, როცა წყალი გამოვავჩერდებით, მეტი რაოდენობის დამატება საჭირო არ არის. ახლა კუბს ვფარავთ თხელი, სუფთა და გამჭვირვალე ტილოთი. ოდნავ ვასხურებთ წყალს ტილოზე და ვქმნით სტაბილურ მიკროკლიმატს. ობს ვდგამთ ისეთ ადგილას, სადაც პირდაპირ მზედა ქარი არ არის, რადგან ქარმა შეიძლება ნერგები გადაადგილოს და ეს ჩვენთვის არასასურველია. თუ იდეალური ტემპერატურა გვაქვს 18-დან 20 გრადუსამდე, ეს შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ თუ ასეთი ტემპერატურა არ გაქვს, შეგიძლია კუბი ოთახში ან გარაჟში შეიტანო. შემდეგი პუნქტი მნიშვნელოვანია, რადგან ახლა ყველაზე ადვილად შეიძლება ყველაფერი გაფუჭდეს ისე, რომ ვერც კი შევამჩნიოთ. მოვლა ძალიან მარტივია. ყოველ 3-4 დღეში ერთხელ ხსნით ტილოს, ვაშხებებთ ბუნებრივ სოკოს აწინააღმდეგო საშუალებას და ისე ვაფარებთ. ამ ტიპის გამრავლება ხშირად კლებად მთვარეზე ტარდება. არა იმიტომ, რომ ეს რაღაც ჯადოსნურია, არამედ იმიტომ, რომ დაკვირვებულია, ამ ფაზაში წვენი უფრო ქვედა ღეროში კონცენტრირდება და ეს ფესვების განვითარებას უწყობს ხელს. სავალდებულო არ არის, მაგრამ თუ ასე გააკეთებ, ბევრად უკეთესი იქნება. და ახლა კი მივედით იმ ნაწილამდე, რომელსაც ყველა ველოდით. დაახლოებით 6-დან 8 კვირის შემდეგ ტემპერატურის, სახეობისა და პირობების მიხედვით შედეგი ასეთია. აქ უკვე გვაქვს სრულად დაფესვიანებული ნერგები, ჯამრთელი, კარგად ჩამოყალიბებული და აქტიური ფესვებით. ეს, რასაც ახლა ხედავ, არც ერთჯერადი შემთხვევაა და არც მხოლოდ კონკრეტულ მცენარეზე მოქმედებს. და მინდა ეს ძალიან ნათლად განმარტო. ეს მეთოდი და ეს ფორმატი განკუთვნილია იმ მცენარეებისთვის, ხეებისთვის და ხეხილებისთვის, რომლებიც რთულად მრავლდება, არ სულთ დაფესვიანება და ჩვეულებრივ წინააღმდეგობას იჩენენ. თუ ფიქრობ შეიძლება თუ არა ეს სხვა სახეობებზეც, უკვე გეუბნები, კი შეიძლება. ამ სისტემით შესაძლებელია ძალიან რთული მცენარეების დაფესვიანებაც კი, როცა სხვა მეთოდები ვერ მუშაობს. ახლა, როცა უკვე გვაქვს დაფესვიანებული კალმები, შემდეგი ნაბიჯი მარტივია, მაგრამ მნიშვნელოვანია. რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ გადავიტანოთ ისინი პატარა ქოთანში, რათა მცენარე მელმელა შეეჩვიოს ისეთ სუბსტრატს, როგორიცაა მიწა. დაითვალისწინე, რომ ის იზრდებოდა ქვიშისა და წყლის გარემოში, ამიტომ ეს ცვლილება ფრთხილად უნდა განხორციელდეს. სუბსტრატი შეიძლება იყოს უნივერსალური, ჩვეულებრივი სუბსტრატი, არაფერს განსაკუთრებულს არ საჭიროებს. ვათავსებთ კალამს, ვავსებთ ქოთანს და მხოლოდ მსუბუქად ვრწყავთ, რათა სუბსტრატი დაჯდეს და ფესვები მიწასთან კონტაქტში მოვიდეს. არავითარი დათბორვა. ამის შემდეგ ვადლევთ მცენარეს დროს, რომ შეეჩვიოს და დაიწყოს განვითარება. ახლა კი, თუ ეს მეთოდი გამოგადგა, თუ აგიხსნა რატომ არ მუშაობდა სხვა მცდელობები და ახლა გესმის, როგორ გაამრავლო რთული მცენარეები და ხეები, შემაწყობინე. ერთი ლაიკი ბევრად უფრო ეხმარება ამ ტიპის კონტენტს, ვიდრე გონია, რომ მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვისაც ეს ჭირდება. თუ გაქვს კითხვები, ხო ასეა? თუ გინდა, რომ ეს მეთოდი სხვა მცენარეზე ან რთულ ხეხილზე გამოვცადო, დაწერე კომენტარებში და ერთად ვნახოთ. და თუ ჯერ კიდევ არ ხარ არხზე გამოწერილი, გამოიწერე და ჩართე ზარის ღილაკი, რადგან აქ მუდმივად ვაზიარებთ რეალურ, ბუნებრივ და გამოცდილ მეთოდებს, რომ აღარ დაკარგო მცენარეები და დაიწყოს შედეგების მიღება. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.